წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში ტყიბულს მორიგი საპრეზიდენტო კანდიდატი ეწვია. 27 სექტემბერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. სადგურის ტერიტორიაზე კანდიდატის გამოჩენამ ინტერესიანი მსმენელების თავშეყრა განაპირობა. ჩვეული რიტორიკით შრომის პარტიის ლიდერმა ქვეყანაში არსებული ვითარებაზე ისაუბრა და არც კონკურენტების შეფასებას მორიდებია. რაზე იხარჯებიან, რაზე აკრავენ ამ დიდ ბანერებს, რაზე ხარჯავენ მილიარდებს და მილიონებს ამ საარჩევნო რეკლამაში შემთხვევით გაუგებარია. კანდიდატის საარჩევნო პროგრამის ძირითადი ნაწილი საყოველთაო უფასო განათლებას, ჯანდაცვის სრულყოფას, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის აღდგენასა და გაძლიერებას მოიცავს, რაც შალვა ნათელაშვილის განცხადებით პირველ რიგში რუსეთის ბაზრის გახსნითა და მასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით უნდა იქნეს მიღწეული. შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე საპრეზიდენტო კანდიდატმა მოსახლეობის მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა და სხვადასხვა ტიპის დაპირებებიც გასცა. დავბრუნდებით აფხაზეთში და ცხინვალში, მაშინ, როდესაც დავიბრუნებთ რუსეთს როგორც ეკონომიკურ ბაზარს. იმას შევმეგობრებო, რომ 4 წელი მე გაგათავისუფლეთ საკასო აპარატებისგან. გახსოვთ თქვენ ხო? რომ დავიწყეთ დილოს რევოლუცია 2005 წელს, არ გახსოვთ? ხო. 4 წელი ხო გაგათავისუფლეთ საკასო აპარატები. არა ინტერესებს. და პირდებით, რომ საკასო აპარატებს ჩემი ხელით დავამტვრევ თუ გავხდე პრეზიდენტი. მაგრამ არ იქნება დაწყნარებული. სანამ ჩემ ხალხს არ დაუბრუნდება ღიმილი, რომელიც ასე საოცრად უხდება. მანამდე არ არსებობს მე ვიცხოვრო კარგად. ჩემი ქვეყანა ცხოვრობდეს ცუდად და მე ვიცხოვრო კარგად, ამას არ დაუშვებ. კითხვა ტყიბულის შახტებზეც დაისვა. ტყიბული შახტა, რაც არ უნდა კარგი ინვესტორის ხელში ჩავარდეს, ვერ გახდება ის ბაზისი, რომელიც ჩვენ ოჯახებს სიკეთეს შემოიტანს. ტყიბული შახტა სჭირდება სახელმწიფო მმართველობა. ტყიბულის ხანახშირი ეს არის ოქროს მადანი, რომელიც უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო საკუთრებაში და სახელმწიფო და ბიუჯეტი უნდა იყოს პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, თუ არ იხოცებოდნენ ჩვენი ვაჟკაცი ბიჭები იქა. მაღალ ხელფასზე, უმუშევრობაზე, კომპენსაციაზე, დაინვალიდების დროს პენსიაზე და ყველაფერზე უნდა იყოს მათ შორის კურნალობაზე, მათ შორის დასვენებაზე, ძიმე პირობებია, პროტექცია, საჯარო, უშების გაგზავნა, აღიქმნონ ძალები. ამას სახელმწიფო უნდა, ამას ვერც ბეჟბაშვილი და ვერც ნათელაშვილი ვერ მოაგვარებს, როგორც კერძობილი. დღეს ჩვენ მოვივლით ტყიბულს, ამ ზონის სოფლებს და ბაღდადის სოფლებს. დაახლოებით 20 დასახლებული პუნქტი უნდა მოვიაროთ და მინდა გითხრათ, რომ ვიღებ ძალიან დადებით ენერგიას, როცა ხვდები აი ასეთ ლამას, ამაყ და ქედმოუხრე ხალხს და კიდევ ერთხელ ვწმუნდები, რომ ამათ იმოტყუებდა და რასაც მთავრობა აკეთებს იმ პოლიტიკის გაკეთება, არის უზარმაზარი ცოდვა, რომელსაც ვერ გამოისყიდიან ვერანაირი ახსარებით. ხალხს უნდა დროზე მიხედვა და არა დაპირებები და მე იმის ახსნა, რატო ვერ ასრულებენ დაპირებებს. ასე დაპარაკობს უყალა რა ასრულდება და რა არა, სხვა არის. არის განსხვავებული სხვა კანდიდატებისგან, როგორ თქვით? განსხვავებულია მაგენი ყველა ერთი მეორესაგან. ყველა სავის პროგრამა აქვს. ძალიან ბევრს უყვარს შალვა ნათელაშვილი, არის ძალიან კეთილსინდისიერი და აი ღირსეული კანდიდატია რო იტყვიან. ისეთი პროგრამა აქვს, რომ აი ხალხისთვის რო იქნება და ქვეყნისთვის. ყველას ბავშვებისთვის, ახალგაზრდა მოხუცებისთვის. აი სანატრელი პრეზიდენტი და ნამდვილად რო ქვეყნისთვის იქნება. აი ეს იქნება ჩემი სიტყვა და შეასრულებს კიდევაც რასაც ამბობს ნამდვილად კარგი ოჯახი და რა პიროვნება არის იდეალური რო იტყვიან, ძალიან კარგი პიროვნება. მე თავიდან არ მომისმენია ახ ბოლოს მოვედი და ისე ძალიან მიყვარს მაგი და მივცემ ხმას. რადო არის განსხვავებული? არის მაგი არის ალალი კაცი და მე მგონი ყველაფერს სიმართლეს აქვს. სანდო არის ძალიან მაგაცი, მოსაწონია მაგის საუბარი, რუსეთთან თუ იქნებით კარგად, ყველაფერი აფხაზეთის დაბრუნდება და ოსეთის დაბრუნდება. მე მაბრძოლეს იქინ არაბის გულისთვის და გევატაგერ ახლა გადაღრილი ხალხი. არაფერში არ ვარ გივართ, არევის. ოსეთში დაბრძოლობდი და აფხაზეთში დაბრძოლობდი. თუ იქნება დაბრუნება რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვექნება, ყველაფერი კარგად იქნება. ტყიბულში წინასაარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი საწირის, ორპირისა და კურსების მოსახლეობასთან შესახვედრად გაემგზავრა. იმეც ვიქონიებ, რომ 27 ოქტომბერს გამარჯვების არწივი ტყიბულიდან ამოფრინდება. გაიხარეთ.